პარლამენტში დღეს ხათუნა გოგალაძეს ელოდებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტზე დეპუტატები მინისტრისგან წლიურ ანგარიშს მოისმენენ. ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროექტები, ასევე სამომავლო გეგმებია ასახული. დღესვე დეპუტატები ეროვნული სატყეო პოლიტიკის კონცეფციის საკითხსაც განიხილავენ. კომიტეტის ხდომას მინისტრთან ერთად გარემოს ზედამხედველობის ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების ხელმძღვანელებიც დაესწრებიან. უკვე მეორეჯერ მობრძანდება ქალბატონი მინისტრი ანგარიშზე 6 თვის ანგარიში წარმოადგინა მან რამდენიმე თვის უკან ახლა უკვე წლიური ანგარიში. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამგვარ ანგარიშს მოისმენს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისგან. საკმაოდ საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი შეკითხვაც, მოსაზრება გამოთქმული, ასევე მობრძანდება შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი. ისინიც რა თქმა უნდა ჩაერთვებიან ამ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ანგარიში ძირითადი აქცენტები გარასაკვირველია გაკეთება სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, იმ სტრუქტურულ გაძლიერებაზე, რაც უკვე მოხდა, გარდა ამისა, იმ ღონისძიებებზე, რაც უკვე გავატარეთ, რა პრობლემებზეც იქნება რასაკვირველია საუბარი, დაგეგმილ ღონისძიებებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პარლამენტარებს მიექნებათ საშუალება ერთის მხრივ მოისმინონ სამინისტროში მიმდინარე საქმიანობების შესახებ, მეორეს მხრივ დასვან მათთვის და დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები.